ყველით სავსე ღვეძელი მოვამზადოთ. ისევე როგორც თქვენთვის შობა ტრადიციულად ძალიან ემოციური დღესასწაულია ხო და მოდით მოვამზადოთ გურული ღვეძელი. პირველ რიგში უნდა მოხარშოთ კვერცხი, რომელიც თავდაპირველად კარგად უნდა გავრეცხოთ. ცომისთვის დაგჭირდება მაწონი, სოდა, კვერცხი, ასევე მარილი, ყინსაფარიც, 40 გრამი ზეითუნის ზეთი, ზეითუნის ზეთი და ეს მასები კარგად გადავურიოთ ერთმანეთს. იანვარში მუშაობა მეგონი ყველას ეზარება, ასე რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მაღაზიაც კი სახლთან ახლოს რომ გაქვს. თან პლუს ამას ფასდაკლებებით შეგიძლია ისარგებლო. ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელში კი ორჯერ ორი ბარათის გატარებით ფასდაკლებებთან ერთად ქულებსაც აკრავებ. ყველი კი გვაქვს ჭყინტი სახაჭაპურე. მე 1:1-თან პროპორციით ყოველთვის იმერულს და სულგუნს ვანიჭებ უპირატესობას, რომელსაც ვურევ კვერცხს და მარილს გემოვნებით. ცომი დავჭრათ სასურველ გუნდებად, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ყველის მასა და ასევე შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი. მოხარშული კვერცხი ამ შემთხვევაში ახალი სიცოცხლის სიმბოლოს ასახავს. ჩვენი ღვეძელები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში, მზაობამდე. მზას კი კარაქი გადაუსვათ ზემოდან. ძალიან გემრიელია.